უბრალოდ უნდა გვესმოდეს ივანიშვილის მდგომარეობისაც. ივანიშვილი არ არის მზად ყობახიძეს გამოუთხეს და კალაძეს გამოუთხეს მის სისუსტეში. ის რითი განსხვავდება, რითი გვჯობნის დღეს მდგომარეობით ჩვენ ივანიშვილი. მე არ მგონია რომ ივანიშვილი როდესაც ხარებას, კალაძეს, გომელაურს, მის არ ვიცი აი ამ დანაშაულებრივი გუნდის წარმომადგენლებს ხვდება, ეუბნებოდეს რომ აი ბიჭებო, ჩვენ თუ ვერ გავიმარჯვეთ და ჩვენ თუ გვაჯობეს, ჩვენ მოგვიწევს ქვეყნის დატოვება. სპასაკითხია რას ფიქრობს და ამას ფიქრობს, მაგრამ ამას ასე არ არტიკულირებს. აგიჟებს თავის ასე თქვა დანაშაულებრივი გუნდის აი ამ ვითომ წევრებს. არ შეიძლება აქეთა მხარეს პირაკეთა საქართველოში უმრავლესობას რომ წარმოვადგეთ, დაშვება გავაკეთოთ დეა, რომ შეიძლება ივანიშვილმა გაიმარჯვოს. მე ვხედავ მეცაც, ივანიშვილსაც, გომელაურსაც, სხვებს და სხვებს ხედავ იქ სადაც მათი ადგილი არის. ისინი წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. ისინი წარსდგებიან სამართლის წინაშე და ყველა მოძალადე ადამიანი, ვინც აწამა, ბევრი ქართველი, 300-ზე მეტი, ვინც საბა ცხვიტარიძეს, დიახაც აწამებდა დიღმის სამართლოში მეხუთე და მერვე სართულებზე, უმოწყალოდ ცემეს და დააკავეს აბსოლუტურად უკანონოდ, იმიტომ რომ თავს ვიცავდით ზონდერებისგან და ერთ-ერთი ზონდერი მას შემდეგ რაც ერთ-ერთი დემონსტრანტი უბრალოდ ნიღაბი ჩამოსდა, აღმოჩნდა პოლიციელი და ყველას გვეგონა თემაყურებელსაც რომ ზონდერი იყო და თუმე პოლიციელი აღმოჩნდა. ხო და ადამიანი დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით და მერე მიიყვანეს და ორ სხვადასხვა სართულზე უმოწყალოდ ცემეს, ის ხალხი არ უნდა იქნეს და იქნება უცებად დაკავებული. ყველაზე დიდი სიმართლე ახლა უნდა ვთქვათ და აი აქ იყო ხოლმე პოლიტიკოსების მხრიდან ცდელობა ფლირტაობისა პოლიტიკური სხვადასხვა აუდიტორიის წინაშე, რომ მეცით რა ხელისუფლება შეიცვლება, მობიერები უნდა ვიყოთ და მივუტევოთ, ვაპატიოთ, მე იყვნენ ადამიანები, რომლებიც გადმოირბენენ ახალ ხელისუფლებაში და თითქოს მათ ჩამოეწერებოდა ცოდვების გასი, რამ ვეღარაფერი ვერ მოხდება, ვინაიდან ხალხი იქნება ძალიან ყურადღებით. ვერც ერთი მოძალადე ვერ დაუსხდება სამართლიან მართლმსაჯულებას. შეუძლებელია ის ადამიანები არ დაიდენტიფიცირდნენ დეა, ვინც ბნელ მიკროავტობუსებში აწამეს ხალხი, დაკავებულ ადამიანს ხელბორტკეს რო დაადებ და ამის შემდეგ ურტყამ კაცს და შენ ხელისუფლება შეცვალო, მოხვიდე და შენი მმართველობის ქვეშ პოლიციურ სისტემაში იგივე პოლიციელები დატოვო. არანაირი განსხვავება დიდი არ იქნება შენსა და ამ მოძალადეებს შორის. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ნიღაბი ვერ იხსნის ივანიშვილის ზონდერებს.